რადიო იმედის ეთერშია რუბრიკა იმოგზაურე დასულ ტერიტორიებზე. აღმოაჩინე ის სიამოვნე და გაეცანი ტურისტულ სიახლეებს, ღირსშესანიშნაობებსა და სერვისებს, რომლებიც დასულ ტერიტორიებზე დაგხვდება და რომელიც კომფორტულსა და საინტერესოს გახდის შენს დაუვიწყარ თავგადასავალს ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში. რუბრიკას წარმოგიდგენთ დაცული ტერიტორიების სააგენტო APA.gov.g. რუბრიკა შესაძლოა შეიცავდეს კომერციულ ინფორმაციას. გამარჯობა, რადიო იმედის ეთერში უსმენთ რუბრიკას იმოგზაურე დაცულ ტერიტორიებზე. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ვისაუბროთ დღეს, სადაც ფრინველებზე დაკვირვების სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ფარავნის, მადათაფას, ხანჩალისა და კარწახის ტბები წყლის ფრინველთა ნამდვილი სამფლობელოა. აქ არსებულ ტბებზე, განსაკუთრებით კი მადათაფასა და ხანჩალზე შესაძლებელია წეროებზე დაკვირვება. ხოლო კარწახის ტბაზე ვარდისფერ ვარხვზე, ჭაობებში ბინადრობენ მტაცებლებიდან ჭაობის და მდელოს ძელქორები. ამასთანავე ჯავახეთის ზეგანი ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთია. ხანჩალის ტბის მარშრუტი, მარტივი სირთულის, ველო და საფეხმავლო ტურისტული ბილიკია. იწყება სოფელ პატარა ხანჩალიდან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან და მთავრდება ხანჩალის ტბის დამბის მარცხენა მხარეს. ბილიკი მიუყვება ტბის სანაპიროს, ზღვის დონიდან 1920 მეტრის სიმაღლეზე. მრავალი გადაშენების პირას მყოფი ფრინველი იყენებს ამ ტბას დასაბუდებლად გამრავლების პერიოდში ან მიგრაციის დროს. ტბის ჩრდილო-დასავლეთიდან გაედინება მდინარე აგრიჩაი, რომელიც უერთდება მდინარე ფარავანს. აქ დაშვებულია სპორტულ სამოყვარულო თევზაობა. ხანჩალის ტბიდან შესაძლებელია სამხრეთის მიმართულებით ვეფხვის კანიონის მარშრუტზე გადასვლა, რომელიც რთული ხასიათის საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკთა რიცხვს მიეკუთვნება და თავს ულამაზესი პანორამული გადასახედით დაგამახსოვრებთ. ადგილს სახელი მის ირგვლივ არსებული ლანდშაფტის გამო დაერქვა, რომელიც ვეფხვის ზოლებს წააგავს. ბილიკი შესაძლებელია გაგრძელდეს მთის მიმართულებით 2980 მეტრის სიმაღლემდე, სადაც თავს იყრის სამი ქვეყნის საზღვარი, საქართველოს, სომხეთის და თურქეთის. მარშრუტის დაწყებამდე აუცილებელია შეთანხმება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან და საზღვრის დაცვის პოლიციასთან. თუ თვლით, რომ ეს ბილიკი თქვენთვის სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ ფრინველებზე დაკვირვება მთავარ სურვილად რჩება, შეგიძლიათ ბუღდაშენის ტბის ბილიკით ისარგებლოთ, რომელიც სულ 2 კილომეტრიანი მონაკვეთი და მარტივი საფეხმავლო მარშრუტია. იწყება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკას ცენტრიდან, მიუყვება ზღვის დონიდან 2040 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ბუღდაშენის ტბის ნაპირებს და მიემართება ფრინველებზე დაკვირვების კოშკურისკენ. ტბის სამხრეთ ნაწილში ტერიტორია ძირითადად დაჭაობებულია, გარემო კი გამოირჩევა გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და ხელუხლებელი სანაპიროთი. აქ მოწყობილია საპიკნიკი ადგილი და ფრინველებზე სათვალთვალო კოშკი, დაშვებულია სპორტულ სამოყვარულო თევზაობაც. მადათაფას მთის ბილიკი იწყება მადათაფის ტბის მოპირდაპირე მხარეს სოფელ სამებაში, მიემართება ტბის აღმოსავლეთ კონცხისკენ, საიდანაც უხვევს აღმოსავლეთით და მწყემსების გასაჩერებელი ადგილის გავლით ადის პლატოზე, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე. მთა მადათაფა ვულკანური წარმოშობის კონუსური მთა გახლავთ 2714 მეტრის სიმაღლის, საიდანაც იშლება ჯავახეთის პლატოსა და სამსარის ქედის თვალწამტაცი პანორამა. მთის მწვერვალზე შეინიშნება წრიული მეგალითური ნაგებობის კვალი. საერთო ჯამში ჯავახეთის მთიანეთი ცნობილია თავისი ფრინველებით. ამ ტერიტორიაზე ფრინველთა 140 სახეობაზე მეტია აღრიცხული, მათ შორის მკვიდრია 80-85 სახეობა. 7 სახეობა კი გლობალურად მოწყვლადია, რომელთაგან რამდენიმე ბუდობს სწორედ ჯავახეთის მთიანეთში. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას ფრინველებზე დაკვირვებას შეძლებთ კარწახის ტბაზე, სულდის ჭაობზე, ხანჩალის ტბაზე, მადათაფასა და ბუღდაშენის ტბებზე, თევზაობას კარწახის, ხანჩალის, მადათაფასა და ბუღდაშენის ტბებზე. ველოტურებით ისარგებლებთ კარწახის, ხანჩალისა და მადათაფას ტბებზე. ცხენით გასეირნება შესაძლებელია სულდის ჭაობის ტერიტორიასა და მადათაფის ტბაზე. საპიკნიკი ადგილები მოწყობილია კარწახის, მადათაფისა და ბუღდაშენის ტბებზე. ფრინველების დაკვირვების კოშკურები კი განთავსებულია კარწახის ტბაზე, მადათაფისა და ბუღდაშენის ტბებზე. რადიო იმედის ეთერშია რუბრიკა იმოგზაურე დასულ ტერიტორიებზე. აღმოაჩინე ის სიამოვნე და გაეცანი ტურისტულ სიახლეებს, ღირსშესანიშნაობებსა და სერვისებს, რომლებიც დასულ ტერიტორიებზე დაგხვდება და რომელიც კომფორტულსა და საინტერესოს გახდის შენს დაუვიწყარ თავგადასავალს ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში. რუბრიკას წარმოგიდგენთ დაცული ტერიტორიების სააგენტო APA.gov.g.